პატრო აკადემიის სტუდენტური რადიო მელომანი. გემულებიანი მუსიკის გამავრცელებელი საზოგადოება. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანს, ეს გადაცემა ართაიმია და მე მანანა ვარ მისი წამყვანი. დღეს როგორც წინა გადაცემაში დავაანონსე, გადასაუბარი გვექნება გენიალურ ქართველ მხატვარ ავთოვარაზზე და სტუმრად მყავს მე სამხატვრო აკადემიის ხელოვნებაცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტი ვერიკო გოცირიძე, რომელიც მოგესალმები მანანა. პირველ რიგში მინდა დაგისვა შეკითხვა ამ ჩვენს რადიოზე რას ფიქრობ? მოგწონს თუ არა ესეთი? კი, ძალიან მომწონს თქვენი რადიო და მასში რომ უშუალოდ ჩართულები ვართ სტუდენტები და ეს ერთგვარი გამოცდილება არის ჩვენთვის და უფრო მეტად ვაღრმავებთ ცოდნას მოცემულ თემებთან დაკავშირებით. ვერიკო, მოდი აბა გითხარი ავთოვარაზს, ეს საერთოდ რატო დაიწყეს, რატო აირჩიეს თემა შენო დიპლომად სწორედ ავთოვარაზი დაგეცვალა და მისი შემოქმედებაზე რომ გასაუბროთ. დეკემბერში გასულ წელს მოეწყო გამოფენა, ძალიან შემიყვარდა ეს მხატვარი და ვინაიდან არავითარი კვლევა არ არსებობდა მის შესახებ, გადავწყვიტე რომ ჩემს თავზე ამეღო ეს პასუხისგებლობა და მის შემოქმედების შესახებ დიპლომი დამეცვა. სხვათა შორის ძალიან დიდ საქმეს აკეთები მომავალი თაობისთვის, ვინც სამხატვრო აკადემიაში უნდა ისწავლოს და გაიაროს ავთოვარაზი. მე მაინტერესებს ეხლა შენ მიგვითხრა რამდენიმე სიტყვა მის ბიოგრაფიაზე და შემოქმედების შესახებ. კი ბატონო, გეტყვით, ავთოვარაზი იყო მე-20 საუკუნის მხატვარი, რომელიც დაიბადა 1926 წელს თბილისში. აღსანიშნავი არის, რომ მას სამხატვრო აკადემიაში არ უსწავლია და 1958 წელს სწავლობდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. შემოქმედება იყოფა რამდენიმე ეტაპად თუ საერთოდ იყოფა ეტაპებად? შეიძლება პირობითად დავყოთ ეტაპებად, რომ ადრეული ნამუშევრები, 50-იანი წლების ნამუშევრები, ძირითადად შესრულებული არის აკადემიური წერის მანერით, ხოლო შემდეგი 60-იანი წლებიდან იწყება მისი თვითმყოფადი სტილის ჩამოყალიბება. და შეიძლება უფრო თემატურად თუ გამოვყოფს, სხვადასხვა ჟანრში მუშაობს და კონკრეტულად რომელიმე მიმდინარეობას ვერ მივაკუთვნებთ, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი იყენებდა ცოცხალ რაღაცებს ხო, ვიოლინოს და ასე შემდეგ. კი, კოლაჟებში იყენებდა ის ასე ვთქვათ, ძველ გამოუსადეგარ ნივთებს, რომლებსაც ფუნქცია ჰქონდათ დაკარგული და მან მხატვრულ რეალობაში მოათავსა და სიბრტყეზე განათავსა სამგანზომილებიანი საგნები და ამ კუთხით ის ასე ვთქვათ, პოპ-არტის საწყისებზია, თუმცა მასთან უშუალოდ პოპ-არტი არ გვხვდება ვარასთან. ესე იგი საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს ვარაზი პოპ-არტს მიეკუთვნებაო, მაგრამ რამდენად არის ვარაზის სხეული ეს? ხო, ანუ მისი რამოდენიმე ნიშანი, თქვა სამგანზომილებიანი საგნის ჩართვა სიბრტყეზე, სახეზე არის, მაგრამ დასავლეთში პოპ-არტი სრულიად განსხვავებულმა კულტურულმა გარემომ წარმოშვა. პირველ რიგში იგი გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შედეგი იყო, ხოლო მეორე მიზეზი იყო 50-იან 60-იან წლებში ექსპრესიონიზმის დომინირება. არც პირველი და არც მეორე ფაქტორი საბჭოთა საქართველოში არ იყო და ავთოვარაზის ასე ვთქვათ თვითმყოფადი სტილი გარდასახვა, ასე ვთქვათ მისეული პოპ-არტისეული ვერსია, თუ შეიძლება ასე ითქვას, არ შეესაბამება და უფრო მეტიც ფაქტობრივად ეწინააღმდეგება იმ სოფლმხედველობას, რამაც დასავლური პოპ-არტი წარმოშვა. და შეიძლება ითქვას, რომ ეს ვარაზისეული პერსონალური ვერსია და დასავლური პოპ-არტის დამოკიდებულება სინამდვილესთან პრაგმატულ ხასიათს ატარებს და ანუ თვითონ ბუნების ცვალებადობა, ტექნოლოგიური სვლა, მისი სათქმელი სხვა იყო. ვარაზის კი
ერთ-ერთი განმაპირობებელი ის იყო, რომ ის იმ პერსონიფიცირება მოახდინა თავის ნამუშევრებში, მეტი სუბიექტივიზმი ჩადო, რაც თქვათ მოკლებული იყო, თქვათ დასავლური პოპ არტისთვის რა და აქედან გამომდინარე უფრო ვარაზისეული ვარიანტია და კონკრეტულ სახელს ვერ მოუძებნით, უბრალოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ეს უპრეცედენტო იყო, ხო პირველი შემთხვევა იყო, რაც პირველი შემთხვევა დავაზუსტებ მაგასაც, რომ ვარაზის ვიტყვი რომ იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ მანამდე გამოყენებული კოლაჟის ტექნიკა გამოყენებული იყო დავით კაკაბაძის შემოქმედებაში, თუმცა ვინაიდან რადიკალურად განსხვავებული არის დავით კაკაბაძის კოლაჟური ნამუშევრები ვარაზისგან, იქ მეტად აბსტრაქტული ფორმებს იყენებდა დავით კაკაბაძე და ვარაზი თვითმყოფად ფორმას სხვა მხატვრულ რეალობაში გარდაქმნიდა და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი დამწყები შეიძლება ითქვას, რომელიც ახლოს იყო, ასე ვთქვათ, იმ პერიოდის დასავლეთთან თავისი შემოქმედებით. რომელიმე მხატვრის გავლენა თუ ქონდა უცხოელი მხატვრის ავთოვარას? მიაკუთვნებენ სეზანისელს რაღაცის ნატურმორტებში. კი, სხვათა შორის ამბობენ, რომ ერთ-ერთი სეზანისტიც არისო და თუ ანდრიაძეს აქვს ესეთი აზრი, მაგრამ ზუსტ სეზანისტს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ სეზანის პრობლემატიკა ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოში მან შემოიტანა, ასე რომ ვთქვათ და გახსენიშნავი, რომ ის კოპირებას არ აკეთებს სეზანის ნამუშევრებისას და გარკვეულ გამოცდილებას იზიარებს მისას. მოდი ვერიკო ცოტა შევისვენოთ, ჩვენი მსმენელი შევასვენოთ და მე როგორც ვიცი ავთოვარაზი უსმენდა ნამუშევრებს, როცა აკეთებდა, უსმენდა ტანგოს, ძალიან უყვარდა ეს მუსიკა და მოდი ჩვენც დავტყვეთ ამ შესანიშნავი ჰანგებით და კვლავ გავაგრძელოთ საუბარი.
კვლავ დაგიბრუნდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანის პირდაპირ ეთერში. ეს არ თაიმია, მე მანანა ვარ და ვერიკოსთან ერთად ვაგრძელებ საუბარს ავთოვარაზის შესახებ. ვერიკო, მოდი უფრო იმაზე შემოქმედებით ნაწილზე გადავიდეთ და მის კოლაჟზე, ნატურმორტზე და ასე ყველაფერზე რა ილაპარაკო. კი, ნამუშევრებზე ის არის რომ არ შეიძლება ესე მგონია რომ ერთხელ ნახო და დაგავიწყდეს. აი სუბიექტური აზრია ჩემი, იმიტომ რომ იმდენად განცდისეული არის და მოქმედებს ყველა მნახველზე, რომ მისი განწყობა მხატვრის გადმოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნამუშევარი აქვს შესრულებული, ასე თქვა, თავისი მეგობრების და ნაცნობების და აღსანიშნავი არის, რომ ვისაც არ იცნობდა, იმას არ ხატავდა, იმიტომ რომ მე თუ ადამიანს შინაგანად კარგად არ ვიცნობო, არ შემიძლია მის დახატვაო და სულ ახლო მეგობრებს ხატავდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მენატურეები, ასე ვთქვათ, უბრალოდ, როგორ თქვა, თავის განწყობას დებდა ამ მათ სავე პორტრეტებში და უფრო ვარაზის პორტრეტებია, ვიდრე მათი ვისაც ხატავდა. და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნატურმორტი არის, ყველა პორტრეტი უკაცრავად არის სევდიანი, მოწყენილი, მელანქოლიური ხასიათის. ანუ ეს დამახასიათებელი იყო ავთოვარაზის, ხო? ეს არის განსაზღვრელი, რომ აბსოლუტურად ყველა ნატურმორტის ისევე როგორც პორტრეტიც არის განწყობისმიერი. და თავისი შინაგანი სამყაროს გამომხატველი. ძირითადად ხატავდა 3/4-ში და ფრონტალურ პოზებში ნატურებს, მაგრამ აღსანიშნავი არის, რომ არც ერთი მათგანი მნახველს არ უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ ზერა პირდაპირ აქვს მნახველისკენ მიმართული. ეს გულისხმობს თავის თავში ჩაბრუნებულობას, განცალკევებას, ერთგვარ განდგომას, დისტანციას მნახველისგან, მაგრამ ეს დისტანცია არ არის ცივი და ასე ვთქვათ მიუკარებელი, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მის ნამუშევრს ნახულობს, იზიდავს მისკენ. კი, თვითონ იღებს იმას ჩვენ არ ვაინტერესებთ, მაგრამ ის ჩვენ გვაინტერესებს. და უფრო მეტიც გგონია, რომ მათ ვიცნობთ და ახლობელი ადამიანები არიან ჩვენი და ეს უშუალობა, ასე ვთქვათ, ვარაზის ერთ-ერთი სახასიათო ნიშა და მისთვის სახასიათო არა. კიდევ რა შეიძლება ნატურმორტებში იქიდან გამომდინარე რომ ევროპელი მხატვრების გავლენა არის, ხო? მაინც ვარაზისეულ ხასიათი მანდაც იჩენს თავს და სუბიექტურობას მეტად წარმოაჩენს და ამიტომ მისი ნატურმორტებიც არათუ ჩვეულებრივი საგნები არიან, რომელი ყოფითი საგნები, ხო? არამედ რაღაც გარკვეულ ზემატერიალურობის მატარებლები არიან, იმიტომ რომ თითქოს კარგავენ თავიანთ საგნობრიობას და სხვა მხატვრულ რეალობაში გადადიან. როგორც სეზანზე ამბობდნენ, გელაპარაკებიან მისი ვაშლები, ალბათ ვარაზის შემოქმედებაშიც რაღაც მსგავსი არის. ანუ მართლა არა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი ყოფითი საგანია, რომელიც თქვა სეზანიც ამბობდა, რომ ეს ის ვაშლი ხომ არ არის, რომელიც შეიძლება რომ იჭამოს და არც ვარაზის ნამუშევრები არ არის და არც იგივე დოქი და არც იგივე თქვა ტოლჩა ან ვაშლი ან ლიმონი, რომელიც შეიძლება მართლა იჭამოს, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ხელშეუხებელია, ხელშესახებითობას არის მოკლებული და აქედან გამომდინარე სწორედ ეგ არის მხატვრის ძირითადი ის მიზანი, რომ ის მხატვრულად დატოვოს და არა რეალისტურ რაღაცა წარმოგიდგინოს. და ნუ თვითონ მონასმის ხასიათიც განაპირობებს ამას და მონოქრომული გამა ახასიათებს ვარას. ძირითადად წამყვანი არის ლურჯი ტონალობა, ცისფერი, ცივი ფერები. რატომაც მე მეჩვენებობა, რომ უფრო მუქ ტონალობებში აკეთებდა რატო სევდიანის. ხო, ანუ ეს მუქი ტონალობა, საერთოდ და ცივი გამა განაპირობებს განწყობას და გამსაზღვრელია ნამუშევრისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ ცივ ტონებს იყენებდა, თქვა ცისფერი ჭარბობს, რომელიც დამუშავებულია თეთრი აქცენტებით, ხო? იგივე მონოქრომული გამა, მუქი ლურჯი, მუქი ყავისფერი, მოშავო ფერები. და ამ ფერები როგორ სიღრმეს ძენს თავის ნამუშევრებს, ხო? და მიუხედავად ამის, მის ნამუშევრებში შეიმჩნევა სივრცე, არ არის მარტო თქვა სიბრტყობრივი, სივრცე არის ჰაერი იგრძნობა, განყენებული ფონი კამერულ სივრცეში ათავსებს ამ ნამუშევრებს და უფრო ყოფითობას აკლებს, იმიტომ რომ ახლოს მოტანილი კადრით გვიჩვენებს თითქმის ყველა ნატურმორტს და დაკონკრეტებულია კომპოზიცია. თითქოს მოძრავიაო, ხო? თუ მე მეჩვენება. კი, ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელსაც ქვია თეთრი ნატურმორტი, რეალურად სულაც არ არის თეთრი და ის არის ცისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი, მაგრამ შთაბეჭდილება ყველას გვექნება, რომ არის თეთრი ნატურმორტი, იმიტომ რომ ეს ვიბრაცია, ასე ვთქვათ, ფერადოვანი გამის განაპირობებს ამას და თვითონ საგნების მიმართულება, რომელიც ქმნის დინამიზმს. ესეთი მუქი ტონალობები რო ქონდა, როგორც ვიცით, რემბრანტი არის, ხო, ესეთი მხატვარი, რომელიც მუქ ტონალობებში ბევრს რაღაცას ძენდა და ქონდა თუ არა, შენ ფიქრობ, რომ შეიძლება გავლენა იყოს კავშირი? ნატურმორტებში ვიტყოდი ნაკლებად რა მხრივ მისი ფერადოვანი გამა რემბრანტის სხვა იყო და ვარაზის თუ ვიტყვით ის ყავისფერ გამაში მუშაობს
მუშაობს ეს იმაში ლურჯში და აქედან გამომდინარე განწყობისმიერი ორივე სხვადასხვანაირად არის, თუმცა გარკვეული მისტიციზმი ორივესთან აშკარად სახეზეა. მენელებო კიდე კვლავ დავტკბეთ ავთოვარაზის საყვარელი მუსიკით, ცოტა განვიტვირთოთ და კვლავ დაგიბრუნდებით.
კლაუდა გიბრუნდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანის პირდაპირ ეთერში და ჩვენ მე ესე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვაქვს ქართულ მხატვარზე ავთოვარაზზე მე და ერიკოს და ერიკო მოდი კვლავ გავაგრძელოთ საუბარი მის შემოქმედების შესახებ და მოგვიყევი ბოლომდე კი ბატონო წერან როგორც ემოთ ვილაპარაკეთ ჩვენ ნატურმორტებზე და პორტრეტებზე და აღსანიშნავი არის ასევე ვარაზის შემოქმედებაში გრაფიკული ნამუშევრები განსაკუთრებით მაინტერესებს მეც პროფესიით გრაფიკოსი ვარ გრაფიკული ნამუშევრები ხო ძირითადი გრაფიკული წამყვანი არის ხაზი ვარაზი ხაზით ასე ვთქვათ ოპერირებს სიბრტყეზე ქმნის ფორმას ქმნის მოცულობას, ქმნის სივრცეს და ამას აკეთებს მხოლოდ ხაზით და რამოდენიმე დაშტრიხით, ხო? აი ცნობილი ნამუშევარია ეს ერთ-ერთი, რომელიც ფერწერაშიც აქვს შესრულებული და გრაფიკაშიც ბუკინისტის მცირე ზომის გამოსახულება არის, რომელიც არის ძალიან 10-14-ზე არის ზომა, რამდენადაც სწორად მახსოვს და ესეთი პატარა მოცულობაში მარტო პორტრეტზე ძალიან ან კარგად უნდა იყოს შესრულებული ნამუშევარი, ემოცია წამოიღოს და მე იგივე ფერწერაში ზუსტად განახორციელო და აი ზუსტად ეს მომენტი აქვს კარგად გათავისებული, რომ რაც გრაფიკაში განწყობა ჩადო ზუსტად იგივე აქვს გადმოტანილი ფერწერაში და ეს ფერწერული ნამუშევარი ხო ცნობილი ბუკინისტის გამოსახულება სხვათა შორის ზეპირად აქვს შესრულებული ნატურა წინ არ ყავდა როცა ამას ხატავდა და მიუხედავად იმისა რომ არის პორტრეტული მსგავსება შინაგანი განწყობილება პერსონისა კარგად აქვს გადმოცემული და აი იმის თქმა მინდა ამით რომ მცირე პატარა მონასმი უკვე ფერწერაში მაგრამ გრაფიკაში შტრიხები ხო ხაზები არის დინამიური არის რაც განწყობის გამსაზღვრელიც არის მოქნილიც არის თავისუფალიც არის ანუ არ ეშინია არც გრაფიკაში ეშინია ხო იგივე ფანქრის და არც ფერწერაში ეშინია ზეთის აღებავის რო გავაგრძელოთ საუბარი ერთ-ერთი ინოვატორი იყო მე როგორც რელიგიური თემა რო შემოიტანა კოლაჟებში შეიძლება ასეც ითქვას იმიტომ რომ იმ პერიოდის საბჭოთა ხელოვნებაში ნონკონფორმისტი მხატვრად ითვლება ავთოვარაზი, რაც ნიშნავს რომ შეუგუებელი იყო საბჭოთა რეალობისადმი, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ მისი არც ერთი ნამუშევარი, არც ერთ ტექნიკაში შესრულებული არ ასახავს საბჭოთა რეალობას, რომლის ქვეშაც სხვა მხატვრები ექცეოდნენ ამ გავლენების და წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე ამ თავისი შეუგუებლობით გამოიხატა იმაში რომ არაფერი არ ასახა საბჭოთა რეალობის და პირიქით პროტესტი გამოუცხადა, რითაც შეეძლო თავის შემოქმედებით მხატვრობით. პირველს ვიტყვი რომ ფერწერაში შეასრულა ელ გრეკოს მიხედვით მაცხოვრის გამოსახულება, ძალიან ექსპრესიული გამოსახულება არის. კიდევ მის კოლაჟებში ხო თევზების კოლაჟები რომლებიც გამოყენებული აქვს ზოგჯერ დაცლილი ფხის სახით აქვს დაწებებული, ზოგჯერ მთლიანად თევზი. ეს შეიძლება საერთოდ თევზის სიმბოლიკა ქართულ ხელოვნებაში და ზოგადად სოფლიოში განიხილება როგორც არის ქრისტეს სიმბოლო თევზი. ხო და შეიძლება ვივარაუდოთ რომ დაცლი ან ფხიანი თევზი შეიძლება გამოხატავდეს რელიგიურობისგან დაწმენდილ ადამიანს, ხოლო სავსე მზაობა იმისთვის რომ რელიგიურად მეტად შეივსოს იმ ყოფიერებაში ადამიანი და ჩვენ კარგად ვიცით საბჭოთა კავშირში რელიგიას ძალიან ასე ვთქვათ ხო წლეხის ქვეშ იყო. ნუ შეიძლება კიდე გამოვყოთ ავთოვარაზის შემოქმედებაში ის რომ ის სამუზეუმო ექსპოზიციებს აფორმებდა და თავდაპირველად სწორედ ამ საქმიანობით გაიცნო ფართო საზოგადოებამ 1961 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილება ახალ გამოფენას ამზადებდა, რომლის გაფორმებაც ვარას დაევალა და მხატვარი 4 თვე მუშაობდა ამ გამოფენაზე. ექსპოზიცია სრულიად ახლებურად იყო გადაწყვეტილი და ალექსანდრე ჯავახიშვილი ახასიათებდა ამ გამოფენას ციტირებას მოვიყვან. სრულიად ახალი სახის შესანიშნავი გამოფენა რომლის ყოველი სტენდი და ვიტრინა ერთსა და იმავე დროს სავსებით დასრულებული ნაწარმოებიც არის და მთლიანობის განუყრელი ნაწილიც. და ძირითადი სიახლე ამ გამოფენის იმაში მდგომარეობდა, რომ ექსპოზიციაში მხატვრულ გაფორმებაში მთავარი მაორგანიზებელი ელემენტი იყო ფერი და ამის შემდეგ მან ვარაზმა გააფორმა რუსთაველისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში, ლიტერატურული მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილისა და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები და ამ მხრივ მისი წვლილიც დასაფასებელი არის კი გენიალურ კომპოზიციას მე რომელსაც მართლა ძალიან მტკბები ამ მუსიკის მოსმენით და კვლავ დაგიბრუნდებით.
დაგიბრუნდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანის პირდაპირ ეთერში. ეს გადაცემა არტაიმია, მე მანანა ვარ და ვერიკოსთან ერთად საუბრობ ავთოვარაზე და მის ბიოგრაფიას შემოქმედების შესახებ. წეხან თქვით, რომ გამოფენებზე ვსაუბრობდით და აკადემიის პატრონაჟით მე როგორც იცი გასული წლის დეკემბერში გაიმართა გამოფენა, სადაც რომელიც იყო მაცაცო გაბუნიეს კურატორობით და ერთ-ერთი თანაკურატორი იყავი ვერიკო შენ. როგორ მოხდა ეს გამოფენა და მოგვიყევი საერთოდ? ვიტყვი რომ ამ გამოფენის მოწყობისთვის მუშაობდით 6 თვე მთლიანად და უფრო მანამდე მოსამზადებელი პერიოდი იყო, ზუსტად თარიღს ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდით. ვიყავით სულ 4 თანაკურატორი, ქალბატონი მაცაცო გაბუნიასი, მე ვიყავი, ჩემი ერთი ჯგუფელი და კიდევ მესამე კურსელი გოგოები, რომლებიც ერთმანეთს ვეხმარებოდით ასევე, ასე ვთქვათ, ნამუშევრების მოგროვებაში. გაჭირდა მოგროვება იქიდან გამომდინარე, რომ კერძო კოლექციონერებთან იყო უმრავლესი ნაწილი ნამუშევრებისა. საქართველოში იყო თუ უცხო? არა, საქართველოს მასშტაბით რაც იყო და კერძო კოლექციონერებთან სასათაოდ მართლა კარდაკარ გვიწევდა მისვლა და ნამუშევრების კარგი პროცესი იქნებოდა. კი, ცოტა დამღლელიც, მაგრამ ამავე დროს მეტად ნაყოფიერი და ასე ვთქვათ, შედეგის მომტანი და ეს გამოფენა ბოლოს შედგა 1 დეკემბერს, გრძელდებოდა 25 დღის განმავლობაში. მე მქონდა მაგის ბედნიერება რომ მენახე გამოფენა და ძალიან ყოფილი და იმედი მაქვს რომ ნახველებსაც მოეწონათ და უფრო მეტად გაიცნეს ავთოვარაზი და სიმბოლური იყო ის რომ ზუსტად სულ 2 წუთის წინ რას მელოდიასაც უსმენდით მისი დაიხურა ასე ვთქვათ გამოფენა და ერთ-ერთმა ჩვენმა კურსელმა კესო ბურჭულაძემ შეასრულა მისსავე კოლაჟის ერთ ვიოლინოსთან ეს მელოდია მე კოლექციებში არის დაცული როგორც შენ თქვი, კერძო კოლექციებში და უცხოეთში არა აქვს, ხო არაფერი დაცული აქვს, მაინტერესებს ბევრი, ან თუ ავთორების წილოები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული, ხოლო ზოგიერთი ნამუშევრის ბედი სამწუხაროდ დღემდე ჩვენთვის უცნობი არის და არ ვიცით სად ინახება. მისი ერთ-ერთი კოლაჟი ხარისთავი, რომელიც შავლისგან გააკეთა ცნობილი ისტორიით, ინახება ნიუ-იორკის მოდერნ არტის მუზეუმში, მეორე ხარისთავი, რომელიც კრავის თავად არის მოხსენიებული სინამდვილეში ხარისთავი არის ამერიკის შეერთებული შტატების ზიმელის ნონკონფორმისტულ მუზეუმში ინახება. მესამე ხარისთავი ალექსანდრე გლეზერთან პარიზში, ხოლო 8 ფეხა კიკო სტაკისის კერძო კოლექციებში საბერძნეთში ინახება. ანუ შეიძლება ითქვას ევროპის მრავალ ქვეყანაში და ასე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაბნეული არის და იცნობენ იქაც ქართველ მხატვარს და მისი 15 ნამუშევარი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში. ნუ როგორც წეგან თქვი, უდიდესი ნაწილი კი კერძო კოლექციებშია. მე ვერიკო შეეცადა ამომწურავად ესაუბრა ავთოვარაზის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ამოუწურავი თემა, რომ შეგიძლია გაყვე ბევრი ესაუბრო. ვერიკო, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. მინდა წარმატებები გისურვო, კარგი დიპლომის დაცვა გისურვო და ძალიან დიდი მადლობა. გემოვნებაზე დაობენ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტური რადიო მელომანი.